მოკლედ კარგი გამარჯობა YouTube-ი, მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ეხლა ვარ თბილისში, აქსის პულმანში და არის უმადრესი დანების, მხატვრული დანების გამოფენა. ორგანიზატორებს ძალიან დიდი მადლობა ზაზარევიშვილს, დიდი მადლობა ჯაბას. ასეთი მაგარი ორგანიზებისთვის ლიმიტირებული დანებია და უძვირესი დანებია. აქ მეგობრებო, მეტი რო აღარ გავაგრძელო და ბევრი ვილაპარაკო. პირდაპირ გადავალ ჯაბასთან, შემდეგ ზაზასთან და შემდეგ სათითაო ჩამოული მოწვეულ სტუმრებსაც და ამასაც გადავიღებ. ასე რომ უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი და ბევრ ახალ ვიდეოს შემოგთავაზებთ. აბა, წავიდა ეხლა. კარგი გამარჯობა ჯაბა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან მიხარია შენი აქ ნახვა. მეც მიხარია, იმიტომ რომ რაღაც ისე არის ხოლმე რომ აი מחარებ ხოლმე ისეთ რაღაცებს აკეთებ. ეს არის, ეს იყო უკვე აი დონე, ეხლა რომ უყურებ, აი სულ სხვა, უფრო ვითარდებით, უფრო იხვეწები და ძალიან მაგარია რა. მადლობა შენ ამისთვის და ზაზას. ეხლა აი როგორ ჩვენ მაყურებლები რა ხდება ჩვენს თავს. მოკლედ აი სულ რაღაც რამოდენიმე წუთი არის დარჩენილი იმისათვის რომ გამოვაცხადოთ ოფიციალურად რომ გამოფენა გაიხსნა და უკვე სტუმრები შემოუშვათ ჩვენს დარბაზში. აქ უკვე ნახავდი რომ უკვე მონაწილეები მზად არიან, ერთი სული აქვს უკვე რომ ჩვენი სტუმრები მიიღონ. ძალიან ბევრი სტუმრები არიან ჩამოსულები სხვადასხვა ქვეყნებიდან. კი, ზაზას მეგობრები, ზოგადად დაინტერესებული ოსტატები, ვინც დაინტერესდნენ ამ ღონისძიებაზე მონაწილეობით, ასე რომ ძალიან მაგარი დღე გველის მე მგონი და ძალიან მიხარია რომ ჩვენი ტანდემი ისევ ამ ნაწილში შედგება. სადაა ჯაბა? ჯაბამს თავის არხი აქვს მეთქი და იქაც იქნება, აქაც იქნება. აბარა, ერთად ხო იცი? ძალე ერთობაში. მოკლედ წარმატებები მინდა გისურვოთ და რა ვიცი. გაიხარე. სულ წარმატებები და სულ კარგი ამბები რა. ასევე საქმეს აკეთებ და მადლობა თქვენ ამისთვის. გაიხარე. ერთმანეთს არ ვემშვიდობებით და ვაგზელებთ ცოტა. აბარა. გაიხარე. მოკლედ ირაკლით ვიწყებთ. აი გამარჯობა ირაკლი. მოგესალმებით. როგორ ახარ? მადლობ თავად. მადლობა მეც კარგად. წარმატებები შენ. აბა დღეს რითი ხარ წარმოდგენილი? მოკლედ მე ვარ ირაკლი ბახსოლიანი, ჩემი სფერო წარმოადგენს ტყავის ხელთაკეთ აქსესუარებს 100%-ით, რაც მოისაზრება იმაში, რომ ნებისმიერი დეტალი კეთდება ხელით. გამოჭრიდან დაწყებული, შეკერვით დამთავრებული რა. შესაბამისად, გამოყენებულია 100% ნატურალური ტყავები, პრემიუმ ხარისხის და ნამუშევრებით სახეზეა. შეგიძლიათ. აი ეს ჩანთა მაინტერესებს. ეს ჩანთა არის ჰერმესის რეპლიკა, ესე ვთქვათ, რომელიც ჰერმესის მაღაზიაში $50,000-დან იწყება მისი ღირებულება. ჩვენ დაგვიკვეთ ეს იტალიიდან, შესაბამისად, მისი ღირებულება არის $5,000. $5,000. ანუ განსხვავდება რამე, არაფერი, აბსოლუტურად იდენტური ტყავით კეთდება, რაც ჰერმესი ამზადებს თავის საწარმოში. ანუ ესე იგი შეიძლება გაგიკვეთონ ადამიანები. კი, რა თქმა უნდა. კი ბატონო. ეს ჩანთა? ესეც ჰერმესის კონსტანსია არის 19 ზომა. ესეც ორივე ერთი მომხმარებლის დაკვეთილი არის. ესენის თქვენი გაკეთებული. კი, ეს ნატურალური პითონის ტყავია გამოყენებული. შიგნიდან კი ფრანგული წარმოების თხის ტყავი, რომელსაც ასევე ანალოგიურად ჰერმესი იყენებს თავის ესე ვთქვათ აქსესუარებში. ესეც უბრალოდ შეღებილია ქარხნულად ეს ფერში, ეს არის სირაქლემასა და სპილოს ტყავი გამოყენებული. ძალიან მაგარია. აქ კიდე ფრანგული თხის ტყავი და გარედან ხვლიკის ტყავი, რომელიც ხელით არის მოხატული, ესეც შეკვეთით დამზადებული. ეს ჩანთა ირაკლი? ესენი კი არის ჩემი ხელწერა, რომელსაც ანუ ტყავზე კვეთავ მე თვითონ, ანუ ჯერ ხატავ და შემდეგ კვეთავ. და ეს შედეგი არის მიღებული. ძალიან მაგარია. შესაბამისად ესენის დიახ, ეს უბრალოდ სადემონსტრაციო ნიმუში არის, საფულის ყდა არის. წარმატებები შემოგობარო. წარმატებები. ასე რომ მიხარით. მადლობა. იმედია დაგიკვეთავენ ახლა ამ ვიდეოს რომ ნახავენ. გაიხარეთ წარმატებები შენ. მადლობა. მოგესალმებით. კიდე კაი გამარჯობა, როგორ ახარ? კარგად თავად. მადლობა. გიმოცავს კიდევ ერთ მხატვრული დანების ექსპოს წარმატებულს. გაიხარე. მნიშვნელოვანი საქმე კეთდება. აბარა. და წინ მივიწევთ რაც თავად. ძალიან კაი. აბა წარმოდგენილი რითი ხარ? მოიცა, ეხა ეს არ მითხრა 911-ის არის. ასეც ვეძებ რას ამბობ? ხელით არის ამას ნახავს ეხა შესრულებული. ნახავს ეხა ჩემი მეგობარი ამას. ანუ ესეთი გამომატანა მე ამერიკიდან. ოღონდ აჩო მაჩუკა კიდე ისენი რა ქვია მამონტის ეშვი.
და იმისგან უნდა გავაკეთო, ოღონდ ესე მაგრა როგორ გაგიკეთებია, ვარა მაგარი. თამაზ აი ნახე ძმაო, როგორი გაკეთებულია. ამის ფასი რა არის? 5 ხო? 5. არა, თამაზ ჯობია ესე მამონტის. მამონტის გაგიგეთ. მამონტის ძმისგან გავაკეთოთ, ეშვისგან. ესენი გადაღებული მაქვს. დიახ, წინა გამოცემაზე. ველებია, მაგრამ მაგრებია რა. ძალიან მაგრებია რა, ძალიან მაგარია. აი სუპერ ამბავია. სრულად ხელით არის შესრულებული ყველა ნამუშევარი. მაგარია რა. როვეხები პრობლემა ხო არ არის, რომ უკანაც არის. ყველა ამბობს, ხო, მასკა მიდი შეეხი ახლოდან გვაჩვენე. ხო იცი, ეს სექტა ვართ, ხო იცი ჩვენ და? მაგრესია. მაგრესი. აი ესენი აი ძალიან მაგარია. აი ეს აი ამაზე ვიბრიდები ისეთი ძალიან მაგარია. წარმატებები თქვენ. წარმატებები თქვენც. მაყურებლებს. გაიხარეთ. ზაქროსთან მოვედი ნონიკაშვილთან, მამასთან, ბულატის მამასთან. როგორ ხარ ზაქრო? კარგად, როგორ ხარ? გენაცვალე შენ. აბა, ეხლა მითხარი, რა ხდება შენ მაგიდაზე ყოველთვის მრავალფეროვნებაა და უმაგრესობა ხდება. ხლები აუ რა მაგარი. სხვადასხვა პერიოდისა თბილისურები ეს ორი. ესენი სულ ყველა შენი დამზადებულია, ხო ზაქრო? პირები სულ. ფოლადით ჩემი აგეთებულია, ამ შემთხვევაში ბაწარაულია. აუ, აი ეს რა მაგარია ხალხო შეხედა. აქეთაც ზაქრო არის მარტო ზაქრო აკეთებს ესეთ ბაწარაულია. ესეც ბაწარაულია, ხო? ესენი ბულატერია ეს ხმალი და ხანჯალი. აი ხალხო, ეს არის ძველი ქართული ბაწარაული. ეს ბულატი. ეს უკვე ბულატია. ესენი ბულატერი, ეს ხანჯალიც ეს კეთების პროცესშია და პროცესშია. აუ ზაქრო რა ხალხია გაუძლო. შენ მახვილებია შუა საუკუნისა. ეს გორდახმალია და ესენ თბილისურებია. ესენი თბილისური. ეს ორი თბილისურია კი. ძალიან მაგარია. შენ ხარ ბენტლი მოკლედ რა. მეიბახი ხარ რა. აი ხარ. ეს ალბათ სახელდაგვარია. ხო, ფლობელის, ხო? ფლობელის სახელი. გორდახმალია. გორდახმალი ძალიან მაგარია. წარმატებები ზაქრო შენ, მადლობა. დიდი მადლობა. გენაცვალე შენ. ვასკა, მოკლედ ჩვენი სტუმრები, Tech Force Knives-ი საკმაოდ საინტერესო დანებით არიან წარმოდგენილი. Добрый день. Добрый день. Добрый день. ვასკა. ჯაბა. აბა რა ხდება აქ ჯაბა? აი სასწაული დანებია წარმოდგენილი რა. აი სასწაული მექანიკის. ესენი ყველა ჰენდმეიდებია. Ყველა ჰენდმეიდებია, კი, ყველა ჰენდმეიდებია. На пару слов можно как бы? ძალიან მაგარია. Можно немножко рассказать про свои ножи. У нас в Грузии русские все понимают, так что можете очень легко все объяснить. Здравствуйте. Здрасте. В общем, мы сами делаем ножи, у нас своя небольшая мастерская. Значит, делаем как простые рабочие ножи, так, конечно, уже пытаемся уйти в сторону арта. Вот. Простые ножи у нас, конечно, подешевле, а так как мы все-таки, скажем, здесь в гостях, мы всегда соблюдаем традиции. Мы один нож сделали непосредственно под Грузию, на котором мы изобразили витязя в тигровой шкуре. Ага, вы представился, ძალიან მაგარია. Вот. Тяжело будет снять, конечно. Видно. Это тоже авторская работа, а с другой стороны свиток с картой Грузии. საქართველოს დროშაც არის. А сколько это стоит? Этот, Если не секрет. Нет, кажется, нет. Это 2300. Это 2300 $200, да? Да. 2300. Ну вот. მაგარია. ეს არის მეგობრებო, სულ ყველა ჰენდმეიდები, ხელნაკეთები. ხელნაკეთია ყველა. ძალიან მაგარია. Очень круто. Спасибо большое. Есть, конечно, вот прям арт-работа, это по фильму «Ворон» сделано. Это уже ручная гравировка. Это наш мастер. Это вставлен, конечно же, бриллиант. И с обратной стороны дождь не может идти постоянно. ძალიან მაგარია. Винтики на всех наших изделиях мы делаем вручную. Вручную, Сами да? Да.
То есть ანუ ხელნაკეთია მეგობრებო, ყველაფერი დაწყებული ვინტიდან დამთავრებული, აი რასაც უყურებთ, ყველაფერი არის ხელნაკეთი. и спуски, именно тоже Да. комбинированные сложные Да, спуски. да, сложные спуски, да. Это тоже наша работа. Сложно поймать, Очень конечно. крупные ножи, да. Мы стараемся. Спасибо вам. Спасибо вам. მივიდეთ ჩვენს უკვე მრავალჯერად სტუმართან ფაქტიურად და ნუ ჩვენ რო გამოფენას ვატარებთ მის გარეშე რო არ ჩატარდება რა ესეთი ჩვენი მეგობარი და სტუმარი თილისმა ესე კი იგი. დიმიტრი სტრელცოვი და მაგარია. კი Дима მაგარი. Дима привет Привет, Дима. Приветствую. я вот я только что говорил что в общем не случится выставка без тебя никогда так что და აი მოწონს რა, აი ამის ნამუშევრები კი ყველა გიждდება. დიმიტრის ესე იგი აქ სამკაულები, დანის სამშვენისები, კალმები, წელს წარმოდგენილი აქვს კიდე კოლაბორაციული დანები და აი ეს ჯოხი, ნუ აი სასწაული ასე ვთქვათ რა. ერთო ჩემო ეს როგორ გააკეთა? ეს თუ ხელით გადამულია ხო ალბათ კი, კი, ეგ იშლება მანდ. ჩინთ არის რამე საჩქლები? არა, არა, არ არის. უბრალოდ ეგრეთ წოდებული რეზბა. ახანაც ხარ ძიმკასთან ვარ რეზბაც ვახსენოთ, არა უშავს. აი ამის დეტალიზაციას დააკვირდი. ძალიან მაგარია რა, აი ძალიან ამის დეტალიზაციას დააკვირდი. ძალიან მაგარია. ერთადერთი ძიმკა можно взять აი ეს დაზოლილი აიღე ხელში უბრალოდ და წონა მითხარი. მე ერთო აა ეს რას? Сколько это весит вообще? 4 გრამი წარმოიდგინე უბრალოდ. ხო სასწაულია. ხახო ამის გაკეთებას მე ხომ კი, აი წარმოიდგინე. ზოლებში არის ჩონჩხი გაკეთებული. უსვინე. სასწაულია. ნუ ძიმკას კალმები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს და სხვათა ჩვენ გამომწერები გიждდებიან ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ აინტერესებს თანამშრომლობს და მოკლედ შესაბამისად და წელს сиახლია ეს დანები. ძიმკა უწიბა за прошлый года ножи не были, да, никогда, только сейчас уже. Ну тут. Не, ну тут Тбилиси не было. Тбилиси не было. ხო, თბილისში არის პირველად ეს არის კოლაბორაციული დანები. ყურადღება მიაქცია იმ პატარას რამდენი გეომეტრიული დახრა აქვს უბრალოდ კი, აი პატარას. მაგას უყურებდი ხა ამ წუთს. 4 მხარე აქვს საჭრელი. ყველა მხარე საჭრელი. ანუ ესე შეგიძლია დაიკავო. ესე 4 შეგიძლია კრონკი და там 4 რეჟი კრონკი. ხო, 4 მხარე აქვს საჭრელი, კი. აკი ის პუსკი. ნუ სასწაულია რა. შეხედე როგორ ურთულესია. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. კი. მოდი ზურასთან მივიდეთ. მივიდეთ ზურასთან და მეგობართან. კი. კი ბატონო. ზურა სულ რაღაც კი. ერთი კვირის გამოტოვებით მოვედი ზურა ისე. ძალიან კაი, მე მაგას საჭუბია. მიკროფონს გადაუვუცავ. ზურა. ესეთი ტექნიკური რაღაცა მოგესალმებით. აბარა YouTube-ზე მოსულა. კიდე გამარჯობა. გაგიმარჯოს. მოკლედ კიდევ გადაირიენ ზურა შენდანებზე, მოკლედ რა, ეს რაღაც, ეს ყვითელი რაღაც ახალია, ხო? თუ არა? ეს ორი ნაკეთობა მაქვს ახალი. გაუმარჯოს. კი, აი ეს ორი არის ამ კონკრეტული გამოფენისთვისაც დავამზადე. ეს ერთი ვარი, ეს დღეს დილით მოვჭი ფაქტიურად. აუ რა მაგარი. მამონტის კბილის ფრაგმენტი, კი, მივხვდი. დამასკუსი, აუ ძალიან მაგარია. ვეგას ფორჯის ფოლადი. შენდანების მეშინია ხოლმე. ისეთი ფორმა აქვს, რო? ამას ფუტკრის ნესტარი დავარქვი. ო, მაგარია. ფორმა აქვს ისეთი. კი. და განსხვავებული ფერების მაგარია. კარბონით შემიგაკეთებულია. ძალიან მაგარია. ოუ შენ, გენაცვალე რა მაგარია. ესენი გადაღებული მაქვს. ესენი კი ძველი მოდელები არის. ძალიან მაგარია რა. დიდი მადლობა. სუპერ კაცი ხარ მოკლედ რა. ხარ ხო ხარ. შეხედე და რამდენი შრომა ამას ჩადებული. აუ, რამდენი საათი. ოსტატის რამდენი საათია ჩადებული აქ. წარმატებებში. დიდი მადლობა. ასევე თქვენს. დავიჭირე როგორც იქნა ლევან მოსიძე. გაუმარჯოს კიდევ ერთხელ ლევან როგორ ხარ? კარგად გენაცვალე. გენაცვალე. აი რა ვიცი რა. მარტო მე კი არა ყველა აქტოვანებული შენდანებით რა. იმიტომ რომ სულ არის ხოლმე რომ ვერ ახერხებ ჩამოსვლას, მარტო დანებს ვიღებ ხოლმე და კი ახსენ წერენ სახეზე გვანახე ლევან რომელიაო და ბატონო. ლევან მოსიძე. აბა ლევან რა ხდება ეხა?
რა ვიცი, ეს ბოლო ნამუშევრებია, აი ეს ბოლო ნამუშევარია. ძალიან მაგარია რა. ეს დოლარშია ხო ლევან ეს ფასები რა თქმა უნდა. დოლარებშია, ყველაფერი დოლარებშია. ლევან ეს თავიდან ბოლომდე შენი გაკეთებულია? კი. ნაჭედი არ არის, მხოლოდ ფოლადი. მე ვყიდულობ მონოფოლადებს ან უკვე გამოჭედილ ფოლადებს, უკვე როგორც სიტყვიან, ნადიოჟნი მჭედლებისგან. გამზადებულია უკვე ის რომ არაფერი არ დაემართება იმას და უკვე იმათთან თანამშრომლობს. კი, დიდი ხანია უკვე 5 წელია რომ ვყიდულობ და ეხლა ისეთი დრო დადგა რომ ძალიან ძნელი კი არის შოვნა, მაგრამ თავის დროზე ამერიკამ რაღაცები და აღარ უშვებს რაღაც თეორიის მაგრამ არის უკვე ისეთი იმდენი მარაგი მაქვს რომ ცხოვრების ბოლომდე ვერ გავაკეთებ ალბათ. აი, კარი, მე მაგაც აჯობია. ჩვენც ეგ არ გვინდა. აი ეს არის ჩემი პირველი დასაკეცი დანები, ეს არის პროტოტიპი. აუ რა ლამაზი. ხო და ეს უკვე სახელი დავარქვით პირველი, როგორც პირველი მერცხალი გენეზისი. ძალიან მაგარია. ხო და კარგი ფოლადებით მოდის CPM 90-ვე, 110-ვე. მე პრინციპში ყველა ფოლადს ხმარობ. მაგიტომაც აქ ესეთი ფასი ლევანის დანებს, იმიტომ რომ მაგალითად ეხლა აგერ აი ეს არის ამერიკული არიზონას აირონუდი. აირონუდი, კი. ეს არის კოპი. აი ეს მარტო აი ამის ფასი არის $100. ფოლადი კი აქ ნაჭერი უფრო მოკლე არის, მაგრამ 125-ია და $200 ამის ფასი. დამასკი, ვადაჯვარი. ესე ძვირადღირებულია. აი ეგ არის, მე შენი დრო და შენი ხელობა, აბა რა. და ეს ისეთ ფოლადებთან მაქვს საქმე, რომ შეიძლება ერთი კვირა ვიჯდე და აი ესე რომ გავაპრიალო. გაპრიალების მერე აი ეს არის დავიტოვე სტოუნოში არ გავკეთე. ხო და ეხლა ნებისმიერმა დაჟე ვინც არ ერკვევა რომ ნახოს აი ეს ჩემი სახე ჩანს, ეს გაპრიალებულია. მაგარი გაპრიალებულია. პროსტო პრაქტიკული არ არის, იმიტომ ვაკეთებ, უკეთებ პირს სტოუნოს. უფრო ის არის, ეხლა კაცი იყიდის, თქვათ ხო, $1100. ხო და რამე რომ დაემჩნეს, გული გაუსკდება მაგალითად და იმიტომ უკეთებ სტოუნოს. მოკლედ, აი ასეა, მე ქარქაშებს რაც შეეხება, ეს არის ყველა ეგზოტიკური ტყავები, თანხაღირს ესენი. და აი ამიტომ ფასი იაფი, კარგი არაფერი არის. არა, ეხლა მე ხო ვიცი ბაზარი რა, სად როგორი ფასებია და პრინციპში ჩემი არ არის არც პატარა, არც დიდი, ჩემი არის საშუალო როგორც თქვა. საშუალო, ხო? მაგრამ კარგი. კარგი, ხო. კარგი. ფასთან შედარებით უფრო მაგარი ხარისხი, ესე ვიტყვი. მადლობა ლევანში. გაიხადე. წარმატებები, ჯიგარი. მადლობა. აი მეგობრებო, რატომ ღირს დანები, ეგ ფასები, ეს არის მასალა 300, 250. ეს არის დანის პირები ყველა. ხვდებით ალბათ რატომ ღირს დანია ეგ ფასები, იმიტომ რომ აი მარტო პირი ღირს $650. შესაბამისად დანა უკვე $1500. იქ ხელობა ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. კარგი გამარჯობა კიდევ ერთხელ. გამარჯობა, როგორ ზანდებით? კარგად, სულ მიხარია რომ გამარჯობა. სულ მიხარია რომ არც ერთ ასე თქვა გამოფენას. მეც მიხარია, ხშირად ტელევიზორში რომ ხედავ, იმ ღამეს აღარ ამძიმეს. გაიხარე, გენაცვალე. მადლობა დიდი. აბა რა ხდება თქვენ მაგიდაზე? დიდი მადლობა. თქვენ მაგიდაზე რა ხდება, აბა? ჩემ მაგიდაზე კაი რამეებია, ესე იგი, ოქროში, ვერცხლში ყველაფერი. რა გინდა სულო და გულო კავკასიური საბრძოლო. ძალიან მაგარია. ეს დენთის ჩასაყრელია. ეს დენთის ჩასაყრელია. კიდე მეორეც მაგ დენთს აი იქითაც არის. ეს რა არის? ეს რაღაც იმას გავს, რა ქვია? ეს იხვის ან ბატისტანია. ნახეთ ხო, მაგრამ ეს ხისგან არის, ხო? ხისგან. და დენთი ყრია შეგდა აი მოხსიება და ჩაკრი. ძალიან მაგარია. აი ეს დენთისა, აი ეს დენთის არის. აი ეს ნახეთ. დათვლაში რამდენი დენთი საჭიროა იმდენად ჩამოწევ, ხო? აი
ჩაყრი გამოწევ, დათვლი და გაუშვა. დაკეტა. კი ბატონო. დათვლი და დაკეტა. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. ეს ველებური დამბაჩები. მაგარია ეს. მე ჩემი ხიდან მინდა რამე გაჩუქოთ. დიდი მადლობა. თქვენ ტელეფონს თუ მომცემთ, თუ ვიზიტთან რაღაცა გაგდა. ერთი დროს თუ მომცემთ, ერთი 6-7 თვეს, მე ყაირამის გაკეთებ. დიდი მადლობა, კი, აუცილებლად. პროცესსაც გადავიღებთ, პროცესი თუ სრული გექნება თქვენ რაღაც დამზადების რაღაცის. ყველაფერი შეიძლება, კი ბატონო. გენაცვალე, წარმატებები თქვენ. მადლობა. გამეხარდა რომ გნახეთ. გენაცვალე, გაიხარე. მადლობა. ვასკა, მოკლედ აბა ჯაბა რა ხდება ახლა? მაიკლ ვესტი ეს არის ჩავთვალოთ ალბათ ერთ-ერთი უდიდესი ოსტატი თვითონ ნაკეთობებიდანაც. აი რომ გადაიღო ნაკეთობებიდანაც ჩანს ყველაფერი. ეს არის უდიდესი მე არტისტებს ვეძახი ამ ხალხს რა, ხელოვნები არიან და შესაბამისად არტისტებს ვეძახი. Wow. I was not expecting that. Big surprise. It's a big surprise. და თავიდან მეგონა რომ მეთქი ესეთი არის. მეც ეგრე მეგონა, კი, ზუსტად ეგრე მეგონა მეც. აი ეგეთი ამბები ხდება ამ მაგიდაზე. ეს ღირს 5 და 8. აგერი ძალიან მაგარი რამე. ეს ნამდვილად არის უკვე ამ თავიდან პოლიტიკური თემატიკის რა თქმა უნდა. ანუ აქ რაც არის წარმოდგენილი, ყველა არის ხელნაკეთი, ყველა არის კასტომი. ანუ ეს არის ოსტატობის ყველაზე მაღალი დონე, ასე ვთქვათ რა. როდესაც აი მინიმალურად არის გამოყენებული რაიმე ისეთი ავტომატური დანადგარი, რომელსაც დააპროგრამებ და რაღაც შედეგს მოგცემს. რა, ეს თითოეული მათგანი არის იდეალურ სიზუსტემდე დაყვანილი. ძალიან მაგარი. ეს რა არის? კი. ეს ადრე იყო ჯაბა ჩამოსული? კი, ჩვენს წინა ღონისძიებაზე იყო მეუღლე მხოლოდ. მეუღლე ხო გამოხერხა. კი. და რუსთაველზე რო ჩავატარეთ, აი მანდ იყო, კი. და შესაბამისად, ეხლა უკვე განახლებული და განახლებული ნაკეთობებით და ნუ ბევრად უფრო მოტივირებული და ბევრად უფრო გახარებული. როგორ სიმაღლეები ახლა შევამჩნევ მაგიდაზე ხედა, როგორ სიმაღლეები გავუკეთებ. კი, ბატონო. ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი. ნიკო შაბა რა სიტყვი? ძალიან მაგარი გამოფენა, ძალიან მომწონს, აი გაუცებული ვარ. ჩვენი ქართველი ჭედლები ხო საერთოდ აი ძალიან მომატებული აქვს, აი თქვა 1 წლის წინა 3, 4, 5 წლის წინა დღეს შენ ამ ბიზნესში იყავი ჩართული და შენზე კარგად არავინ არ იცი ხლა ეს. ძალიან მომატებული აქვს, ძალიან. სხვაშორის დღესაც რა საინტერესო არის დანიიდან არიან წარმოდგენილი. ესეთი Westlife ქვია, ბრენდს ახლა მიჭირავს შეფისდანა. მე როგორც საქმის მოკლედ ნიკო შენი ფლავი არის YouTube-ი დაიპყრო. აუ და ყველაზე მაგარია. ყველა მწერს ხო იცი, არო. ეს ფლავი ხო ესე გააკეთეთ, ეხა ის გააკეთეთ და ყველა მწერს იმ ღვინოებზე. აი ღვინოებზე. აი ყველა მეკითხება ღვინოებზე. უნდა ლინკებს ჩაგიგდებ აუცილებლად. დღეს მე და ჯუნიორი დავამუშავეთ მაგას და ჩავაგდებ სად შეიძლება მაგის შეძლება. ძალიან მაგარია. კი, საოცრებაა. სუპერია. დანიური არის. So what was the metal once again? RWL34. Yes. Shredder, Swedish. So is it from Bochler or not? Is the brand Bochler, you know? No. No? Okay. No, it's not there. No. They make their own steel. They make their own steel. The company is called Demis Steel. Okay. And they make powder steel, and they make also these pattern steel Yeah. in powder. And the thing they do is they make the layers in the steel while it is still powder. Oh, that's interesting. Yes, and then they press it together to a steel ball, and then you forge it to the pattern loop. Oh, That's wow. what they do, and they're the only one doing So you don't have to like actually No. put them over, right? No, and you have all the To fold them, benefits of powder steel in a pattern. In the patterns. Yeah. Wow. Yeah, because I'm familiar with the powder steels, but Yes. never heard about like. No, I think they are the only one doing it. So basically, you did this pattern by yourself. However, it was No, already patterned. No, I buy the You steel buy bars you from buy the the- steel bars. Okay. I let them do the forge. Yes. So what is the HRC here? Sorry? Like the
The HRC? Yeah, this is The, The heart. The heart, yeah. It's like when I do it myself, it is 60. 60. Yeah. Okay. And for kitchen knife, I do 53. Oh wow. And it's still, flexible. Very Still flexible Yes, with 63? Yes, you can do like this. Really? Yes. That's Oh wow. That's the beauty of it, That's right? why I use this. Yes. Okay, so one more question though. Then, so why is it so shiny? So what it has, like it's vanadium or maybe what kind of vanadium, metals? Chrome. Chrome. It is. You remember there was a steel in the old time, called ATS-34. I think it was a Japanese steel. Yes, but it was like way back, right? Yeah, way back, and everybody used ATS. Yeah. And the IWL-34, which is one of those two pattern steels, they use that for the blank, for these IWL-34. It's close to the ATS-34 in the steel, the components. Okay. It's close to that. Nice. იკა ის და იმას შეხედე. მე მეგონა რომ პირი უთრიანად შიგნიდან ამოდის. ჩასადებია. So ეს არის ვერცხლი. That's silver, argentium silver. სულვერცხლია, ხო? Yes. ეს არის ვერცხლი. ქარქაში არის ვერცხლის. ქარქაში არის ვერცხლის ქარქაშია, თავი ჩამოსაკიდია კამერის. Super. The silver is added germanium. It's like ხა რა sterling მოყვანს? silver. It's 935. მოკლედ ეს არის ფხვნილოვანი არაჟანგვადი შვედური მეტალი, რომელსაც ეს მოყვება, ეს დამასკის ეფექტი. თვითონ მოყვება ამას? ხო, ფხვნილი სანამ არის მაგ დროს აკეთებენო ამას. მერე კი არ კეცავენ და თქვა დაძლებენ ფორმას. თავიდანვე უკვე სანამ გაამაგრებენ მეტალს, უკვე ფხვნილოვანი სანამ შექმნა, უკვე მოდის აი ამ ეგრეთ წოდებული ამიტომაც არის ეგეთი ფასი. შვედური არის. ძალიან მაგარი. Königsegg-ით არის რა, ეგეთ მანქანა არის Königsegg. მაგარია. So it's like a Königsegg, like but yeah, I always love the Scandinavian technology. It's very reliable, super modern, very futuristic, amazing. So can I have your card? Yes. Thank you so much. I wish you all the best in Georgia. I hope you loved it here. Yes, we do. Thank you. Thank you. Thank you. ფოლადი, აპლატკები და ეს არის მამონტის კბილი, სტაბილიზირებული. ეს ტიტანია და უჟანგავი ფოლადი. ჩვენი ძმები ციმორი. შეზანები გადაღებული მაქვს, ხო? დანა რომელსაც რო გიჭირებთ, გზნობთ იმას ენერგიას, სასწაული რაღაც. ეს კლასიკა. ეს რა არის 1700-ში? დიახ, და შეიძლება 10%-იანი ფასდაკლები დაკეთება. ეს შაშანწინელი გამარჯვებული მოდელია. ამან გაიმარჯვა ხალხის რჩეული და რამდენიმე რამოდენიმე არტნაიფს პარკლებში. დასაკეთები ლაშა ავალიანის ნახელავია. სამწუხაროდ არ იმყოფება დღეს აქ, მაგრამ მე წარმოვალ გინდა ასე ვთქვათ. ინტერესო მაგიდასთან მივიდეთ, ხო? ანუ ესენი არიან ჩვენი სტუმრები. იგინ იბარებიო. ანუ აი ნახე როგორი ნაკეთობებით არიან წარმოდგენილი. ნახე, უბრალოდ რა ხდება აქ. Можно в нескольких словах рассказать, что тут происходит? Вот, просто говорить мастера не любят, но все-таки. Это карнавальная маска. Вообще разбирается, значит. Опа, тут что-то произойдет сейчас. Опа. Вот. ძალიან მაგარია. ესე რაღაც არ მინახავს. Потом я подойду, сниму, на мне, если можно. Пожалуйста. ძალიან მაგარია. Это ключ, да? Сейчас на იმით კეტავს ალბათ. Ხო, этим закрывается, да, или прям просто закрывается. Просто закрывается. Да. Круто. Это отсюда вынимаешь, Да. сюда подпружиниваешь И все. Ага. Дощечка. Понятно. Ручка. Да. Понятно. შენ თარაფის Ара. ძალიან მაგარია. ეს Раньше
Сюда ставили настоящую человеческую кость. А, это человеческая? Нет, это не человеческая. Человеческая. Это не человеческая. Чья это? Не знаю, нашел в горах. А. Кого-то шакалы обглодали, видимо. Понятно, понятно. У нас в Сочи в горах. Вот еще можно. Да. В общем, у каждого изделия своя концепция, да, ну вот целая концепция можно посмотреть. Это сейф, как видно, или не сейф? Не, бункер, да, бункер. Это что? Мундштук. Мундштук. Это мундштук. А внутри? Да, ну, без этого мундштук тут... Да, без этого невозможно. Можно покурить. Да, спокойно. Спокойно, да. Ну, если что-то случается, то можно чуть-чуть для самозащиты исключительно. И вот это, и вот это. Очень удобный нож, Дамаск. Паска, моდი გაიკეთებ შევხვდები სტუმარს და დაგებრუნდები. Супер. Это Дамаск, да? Дамаск, цирконий, Макумеганете, там. Вот это все. Супер. Да. ძალიან მაგარია. მოგეთ ბატონ ზაზასაც მოვადექი. გამარჯობა ბატონ ზაზა, მთავარი ორგანიზატორი, სულის ჩამდგმელი ამ ღონისძიების. როგორ ბრძანდებით? მადლობთ, არამეშავს, მადლობთ. მოგეთ თქვენმა დანებმა ფურორი მოახდინა ჩემ არხზე ის ძველი ვიდეო რო გადავიღე, ნუ აი სხვა არის, სულ სხვა არის, სხვა შესრულებაა და სხვა ლეველია, ასე ვთქვა. დღეს რეებით ვარ წარმოდგენილი ბატონ ზაზა. აი ჩვენ გვაქვს ახალი ნამუშევრები. აუ რასი ლამაზია. რასი ლამაზია. ძალიან ლამაზია. დავდოთ ბატონ ზაზა და აქედან უფრო კარგად გამოჩნდება. თეთრზე უფრო კარგად ჩანს. ძალიან მაგარია. ეს პირი. რა მოიგოთ შეიძლება? აუ როგორი გაკეთებული პირია, ერთოჩი. შეხედეთ ხალხო ეს რა არის. ერთოჩი. დოლარი, ლარიანი. აი ეს აი ძალიან მაგარია. შიგნით თუ ჩასმული არის, ფავორიტია ჩემი რა. აი ძალიან მაგარია. ბომბა. ეს რაღაც ახალია, მე არ მინახავს. კი, ეს არის მე და ჩვენი გელას უცშვილის ერთობლივი ნამუშევრია, მე პირი გავაკეთა, გელამ ტარი გააკეთა და გამოვიდა ძალიან ელეგანტური და ჩვენმა ალიკო აღდგომელაშვილმაც თავისი წვლილი შეიტანა. ერთობლივი ნამუშევარი, აუ ძალიან მაგარია. ძალიან ლამაზია, აუ მაგარია ძალიან. ჯადოქრები ხართ მოკლედ რა, როგორ სტილო? მაგარია, ძალიან მაგარია. ესეც არ მინახავს. ესეც ახალი ნამუშევარია, ესეც ჩემი მთლიანად ხანჯალია და ოქროს ზარნიში ალიკო აღდგომელაშვილმა გააკეთა. ხედავთ, ძალიან მდიდრული და სუფთა ოქროთია. ეს ძვალია, მამონტის ძვალია, კი. ძალიან მაგა ურამ ნამუშევარია. უძლიერესი რამეა რა. ძალიან მაგარია. გელა, მოდი ერთი, მე და გელა ერთად გადავიდეთ. კი, აბა რა. ყველაზე გამოჩენილი ქართველი ოსტატები. გელა ხუციშვილი და ზაზა რევიშვილი. მოკლედ მამები ხართ. ამ დარგის მამებად ვთქვით რა, იმიტომ რომ რა ვიცი, სუპერ ამბავია და მე ყოველთვის თქვენ გვერდში ვარ თუ რამეში გამოგადგეთ. გენაცვალეს. მადლობა ყველაფრისთვის, რაცაც აკეთებთ, რაცაც ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად აკეთებთ ყველაფერს. გაიხარეთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ორივეს ამ შრომისთვის, ამ ნამუშევრებისთვის, რომლებიც თავობებს დარჩებათ რა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. გაიხარეთ. 300 წელი გარანტიას ვიძლებთ ჩემ დონის. 300
გადაღებული მაქვს გელაზანები ყველა, მაგრამ მაინც დიდი სიამოვნებით ჩამოვლილი კიდე. აი ძალიან მაგარი. აი ეს ლახვარი საეკლესიო. მეტი გაძლევს, მეტი პატრონ გელა, 300 წელი რა არის, მეტი გაძლევს. Это тоже вы делаете? Я все делаю сам. Я кую, делаю, собираю ножи, шью ножны, я делаю все. ყველაფერს თვითონ აკეთებს. Да. Ну, как говорится, soul out of. ანუ ჭედვიდან დაწყებულ ყველაფერს თვითონ აკეთებსო? А вот какой металл вы используете? Это шведская сталь, Удехольм, фабрика называется Удехольм. Там инструментальная сталь, плюс в мозаике лежит чистый никель. Это для контраста. То же самое в мозаике, вот это светлое, это чистый никель. Потому что если травить инструментальную сталь, даже если там разное количество углерода, да, будет много серого, серо-черное, то есть не будет контраста. Спасибо. Американцы. Это травление, травим кислотой. Складываем разные. Складываем. Да. Я люблю ощутимый рельеф. Я не люблю тонкий, потому что тонкий может стереться. Или там поцарапал, уже не убрать. А это глубокое травление. Дольше держать. А никель вообще не რა ნაკეთობაა მე ერთში. Поэтому будет контраст. Здесь разные